რასაც ვამბობდით ის დასტურდება. ნიკა არ არის დაპატიმრებული ან დაკავებული, ნიკა არის ჩასაფრება მოწყობილი და მე გატაცებული, მე რამდენიმე დეტალი მაინც რო არ დამავიწყდეს. ჯერ ერთი ადამიანის აყვანა ისე რომ არ უთხრა რომ გადმოდი ჩაჯექი და ასე შემდეგ, სპეცოპერაციის ჩატარება, ეგეთი რამე არ ხდება, მით უმეტეს ადმინისტრაციული 173 მუხლით, ხელების გადაგრეხვა უკან, იცით რა შემთხვევებშიც ხდება. რაც თავარი და საინტერესოა, ადამიანი ჩასვეს არა ჩვეულებრივი პატრულის მანქანით ან ასე შემდეგ, ადამიანი ჩასვეს იმ ცნობილ მარშრუტკებში, აი შავ ფარდებიანი როა ხალხს რო ცემენ. აწამებენ, დიახ, მაგრამ ნიკასთან დაკავშირებით ამას ადგილი არ ქონია, უბრალოდ პერიოდულად რეკავდნენ, რაციდან ეუბნებოდნენ რომ ჩამიგდე ვიდეო, უღებდნენ ნიკას და ვიდეოს უყრიდნენ მთელი პოლიციელების რაოდენობით აიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, იქ წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია, არ შეთავაზებას რომ გადმოჯექით ჩვენს მანქანაში დაკავებული ხარ და ასე შემდეგ. ეხლავე და მეორე რაც თავარია, მისი ტელეფონი წაართვეს და ცდილობდნენ რომ გაეხსნათ. ანუ face recognition სისტემით სახესთან მიქონდა ტელეფონი, რომ face recognition სისტემით, ანუ სახის ამოწურვა ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ ბნელოდა ანთეს ტელეფონის ნათურები და ტელეფონის ნათურებით ვერ ხერხდება მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ან დღის განათება უნდა, ან ჩვეულებრივი განათება სინათლე. ვის უგზავნიდნენ ვიდეოებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ რომ მას უღებდნენ ვიდეოებს, ხო? და ვის გაუგზავნიდნენ, ახლა გასაგებია კრიმპოლის სპეცოპერაცია 173 მუხლზე კრიმპოლის 100 კაცი რომ მივა ერთი მელიას დასაკავებლად მარშრუტკით უცებ, რომელიც იქ არავინ არ იცის როგორ აღმოჩნდა, თუ შეურაცხყოფას ეხება საქმე, ხო ვერ იქნებოდა მარშრუტკა ხო არ იდგებოდა, მელიას ხო არ დაყვება, შეურაცხყოფის გამო ერთი მარშრუტკა მუდმივად, ხო, ხო სისულელეზე. ეს არის ორკესტრირებული ამბავი, რომელიც იწყება პროკურატურის პროცესის გადატანის მოთხოვნით, სულ თავიდან საიდან იწყება, აღარ მოვყვები, რომელიც გრძელდება დღეს სასამართლოში, მოსამართლე იგივე მოსამართლე შვანგირაძის ქმედებებით, რომელმაც ხვალამდე გადადო საქმე და გვირგვინდება აგერ უკვე პოლიციის ძალადობრივი ქმედებით. დაკავების ოპერაციას. საინტერესოა რა პოზიცია აქვს მერიას, აპირებს თუ არა მივიდეს სასამართლო პროცესზე, აი ადმინისტრაციულ სხდომაზე. ამას ვნახავთ, მაგრამ შეიცვალა ახლა და ამიტომ გეთანხმებით რომ რეალობა შეიცვალა. განაჩენს ნახავთ. ნიკა გვარამიას უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში.